ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას მადლობას მოგიხდით თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის და არხის გამოწერისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო ძვირფასებო და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი გაშლა. ქვეცნობიერი, რისი თქმა სურს, თქვენს ქვეცნობიერს თქვენთვის, ჩემო კარგებო. დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დაუსვით თქვენს თავს, თქვენს ქვეცნობიერს მიმართეთ და დაუსვით კითხვა. რა არის ის, რაც უნდა გაიგოთ ამ მომენტისთვის, თქვენთვის მნიშვნელოვანი, რისი თქმა სურს, თქვენს ქვეცნობიერს, თქვენთვის, ხო, რაზე სურს მინიშნების გაკეთება და მოვუსმინოთ თავიდან სიგნიფიკატორს, ჩემო კარგებო. პირველი არკანი ყოველთვის იქნება თქვენი სიგნიფიკატორი, ანუ ის, როგორ გხედავთ ამ მომენტისთვის ტარო სამყარო, როგორც გნებავთ ისეთი ფორმულირება გაუკეთეთ. თუ თქვენი თავი გეცნოთ, ჩემო კარგებო, მაშინ გავაგრძელოთ ყურება და ვნახოთ პირველი მე დავიწყებ, აღარ მოგაცდეთ და ვნახოთ. გაშლა იქნება პოზიციებით, ჩემო ძვირფასებო. მაშ ასე. პირველი კითხვა, თქვენი სიგნიფიკატორი ამ მომენტისთვის, ვისთვისაც არის ეს გაშლა, როგორ გხედავთ ამ მომენტისთვის სამყარო, როგორ გხედავთ. როგორ გხედავთ, შემდეგ. რა თემაზე ცდილობს ამ მომენტში თქვენი ქვეცნობიერი ყურადღების მიქცევას, ხო, რა საკითხია ის, რაც უნდა იცოდეთ, რაზეც უნდა გაეღრმაოთ ხედვა, ან გააცნობიეროთ რა არის ის, რისი თქმაც სურს თქვენთვის, აი ამ მომენტისთვის, თქვენს ქვეცნობიერს რაზე სურს მინიშნება, ხო? მეორე კითხვა. ასე გავწერ და შემდეგ დაგანახებთ ისევ რა არკანები წამოვა. შემდეგ. რა უჩვეულო ფიქრი, გრძნობა ან შიში ბუდობს თქვენს ქვეცნობიერში და თქვენ ამას არ აღიარებთ, ან ვერ აღიარებთ, ან არ გინდათ ამის დანახვა, ხო? გაგება ამის გაგება. ანუ რა არის ის ბლოკები, შინაგანი, რაც ბლოკავს თქვენს განვითარებას, რა არის ის ქვეცნობიერი, ხო? ქვეცნობიერი შიშები და ბლოკები. ნახოთ რა არის. შემდეგი კითხვა. რისგან გთხოვთ ქვეცნობიერი გათავისუფლებას? რისგან გთხოვთ ქვეცნობიერი გათავისუფლებას? რისგან გთხოვთ ქვეცნობიერი გათავისუფლებას? რისგან გთხოვთ ქვეცნობიერი გათავისუფლებას? შემდეგ რა დადებით გავლენას მოახდენს თუ მოусმენთ თქვენ ქვეცნობიერს მომავალში, ხო? ანუ რაც მოგცემთ თქვენი ქვეცნობიერის მოსმენა, გაგება, ხო, მომავალში სამომავლოდ, მომავლის ტენდენციები რა იქნება, თუ თქვენ თქვენს ქვეცნობიერს მოусმენთ, იმის რჩევებს გაითვალისწინებთ, ნახოთ. შემდეგი არკანი და ბოლო კითხვა, რჩევა. როგორ უნდა მოусმინოთ ან დაუკავშირდეთ თქვენს ქვეცნობიერს და როგორ უნდა შეეცადოთ, რომ უკეთ გაიგოთ თქვენი ქვეცნობიერის ხმა. რა იქნება ეს, ნახოთ. შემდეგი კითხვა. ამას რჩევას გავხსნით ბოლოს. მაშ ასე, დავიწყოთ, ჩემო ძვირფასებო. გავხსნით პირველ კარტს, სიგნიფიკატორი თქვენი, ვისთვის არის ეს გაშლა, ჩემო კარგებო და ამოვიდა იმპერატორი, ჩემო კარგებო. იმპერატორი. ეს არის თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენ ხართ პიროვნება, ჩემო კარგებო, იმპერატორის ხასიათით, იმპერატორის, ასე ვთქვათ, ენერგიებში. ესე იგი, როგორი პიროვნება იმპერატორი აკონტროლებს ყველაფერს, ხო, მყარად მიწაზე მდგარი პიროვნება, რომელსაც გააჩნია თავისი შეხედულებები ყველაფერზე, ხო, აქვს თავისი წესი, ჩვევა, ანუ იმპერატორისთვის დაუშვებელია ქაოსი და ეს ნაუცბადები რაღაც გადაწყვეტილებები, ერთი სიტყვით, თქვენ გაქვთ თქვენი წესები და აი ამ წესების მიხედვით მოქმედებთ ყოველთვის, ხო? და ასევე იმპერატორის ხასიათში არის, ჩემო კარგებო, კონტროლი. ესე იგი, თქვენი მდგომარეობა, თქვენი ენერგიები ამ მომენტში და თქვენი ქვეცნობიერის, ანუ როგორ ენერგიებში იმყოფებით, ხო? მუდმივად ცდილობთ თქვენი ცხოვრების გაკონტროლებას, თქვენი გრძნობების, თქვენი ემოციების და თქვენს გარშემო ყველაფრის ერთი სიტყვით გაკონტროლებას მუდმივად ცდილობთ და ყველაფერზე გაქვთ თქვენი შეხედულებები, ასე ვთქვათ, თქვენი პრინციპები და არანაირად არ დაუშვებთ იმას, რომ ამ თქვენ შეხედულებებს და პრინციპებს გადაუხვიოთ. მკაცრი ბუნების პიროვნება ხართ, გიყვართ კონტროლი, გავიმეორებ ისევ.
და ესე იგი მუდმივად ვცდილობთ, რომ თქვენი ცხოვრებაც დაიცვათ, აკონტროლოთ და თქვენს გარშემო მყოფების, ასე ვთქვათ, ცხოვრებაც აკონტროლოთ რაღაც დოზით და თქვენი გავლენა იქონიოთ ერთი სიტყვით ყველაფერზე. საკმაოდ ისეთი მკაცრი პიროვნება ხართ და ანუ აზროვნებათ, იცი როგორი აზროვნებთ ყველაფერზე გაქვთ თქვენი წარმოდგენა, წინასწარ გეგმავთ ყველაფერს და დაუგეგმავათ თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, რომ არაფერს არ აკეთებთ, ხო? ანუ ერთდროულად ცხოვრობს თქვენში როგორც მმართველი, რომელიც განაგებს თავის ცხოვრებას და კონტროლი გიყვართ ერთი სიტყვით, თქვენი საკუთარი ემოციების, საკუთარი ცხოვრების კონტროლიც და გრძნობების კონტროლიც. ჩემო ძვირფასებო იმპერატორი საერთოდ ემოციური პიროვნება არ არის, ხო? ანუ რაციონალური პიროვნება, გონებით ყველაფერს გონებით წვეთს და ყველაფერს ცდილობს, რომ აი ანალიზის შედეგად მივიდეს რაღაც დასკვნებამდე და აი ესე გააკეთოს, ხო? ანუ ყველაფრის კონტროლი გიყვართ თქვენ, აი ესეთი პიროვნება ხართ ერთი სიტყვით, თქვენი ცხოვრებისაც, თქვენი ნაბიჯებისაც, გაქვთ თქვენი რაღაც წესები და აი ამ წესების მიხედვით მოქმედებთ ყოველთვის. თითქოს რაღაცნაირად იცით როგორი მომენტია, ნდობაც არ გაქვთ სხვებისა იმდენად, ხო? თითქოს გიჭირთ რაღაცნაირად, რომ სხვებს ენდოთ. უბრალოდ კონტროლი გიყვართ, ანუ სხვების ქცევებშიც რაღაც თუ რაიმე ნიუანსი არ მოგეწონათ, ხო? თქვენ და თქვენს წესებს ის რაღაც ეწინააღმდეგება, შეიძლება აი ეს საზღვრები დაუწესოთ საკუთარ თავსაც და ერთი სიტყვით ძალიან ისეთი მკაცრი პიროვნების შეიძლება ბუნებით შინაგანად არ ხართ ასეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ასეთი ენერგიებში გხედავთ ამ მომენტისთვის და სამყარო და აი თქვენ გიჭირთ ერთი სიტყვით ემოციების გამოვლენა, ხო? ცოტა ემოციები გაკლიათ ემოციურად, იმიტომ რომ ყველაფერს ზედმეტად აკონტროლებთ. აი ესეთ ენერგიებში ხართ ამ მომენტისთვის. ჩემო ძვირფასებო, ასე გხედავთ ყოველ შემთხვევისთვის. სამყარო თუ გეცნოთ საკუთარი რაღაც თავი, საკუთარი მდგომარეობა, გააგრძელებთ ყურება, არ დაგვალწოს, რომ საჯარო გაშლათ, შემკარგებო და ნახოთ ხო შემდეგი არკანი რა უჩვეულო ფიქრი, გრძნობა, ან როგორ გითხრათ, უпростоრად რა თემაზე ცდილობს ამ მომენტში თქვენ მეორე კითხოთ, რაც თემაზე ცდილობს ამ მომენტში თქვენი ქვეცნობიერი ყურადღების მიქცევას და არის მზის არკანი. რა ხდება ახლა აქ? თქვენი ქვეცნობიერი ჩემო ძვირფასებო გეუბნებათ, რომ დროა დაუბრუნდეთ სიხარულს, ხო? სიმსუბუქეს, თქვენს ნამდვილ ბუნებას. ზედმეტად აკონტროლებთ ნურც საკუთარ თავს, ნურც გარშემო სიტუაციას, იყავით ლაღი, გახსნილი და მქონდეთ აი სიმსუბუქის შეგრძნება, ხო? ანუ თქვენი ნამდვილი ბუნება არ არის იმპერატორი, ხო? ანუ თქვენ უფრო ლაღი ხართ, უფრო თბილი ხართ შინაგანად, მაგრამ აი ამ სითბოს შეიძლება ითქვას, რომ ან აკონტროლებთ, ან ძალიან მოზომილად გასცემთ თქვენ, როგორ გითხრათ, იცით, იმდენად ხართ ყოველდღიურ ვალდებულებებში და პასუხისმგებლობებში ჩაფლული შესაძლოა და იმდენად აი ეს ყველაფერი იმდენად გრძნობთ ყველას და ყველაფრის მიმართ რაღაც ვალდებულებას, რომ თქვენში აი ეს ბუნება შეიძლება ითქვას, რომ ზეწოლის ქვეშ არის, რომ დაივიწყეთ ის, რომ სინამდვილეში ხართ აი ძალიან ნაზი ბუნების, როგორც ბავშვი, ისეთი ბუნების, ხო? და შესაძლებელია აი ყოველდღიურ რუტინაში იმდენად ბევრი რაღაც პასუხისმგებლობა გაგისრიათ, ხო? იმპერატორს აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ჩემო ძვირფასებო, როგორც საკუთარ თავზე, ასევე გარშემოყოფების მიმართ, რომ უკვე სინამდვილეში რა გიხარიათ, თქვენს თავზე აღარც კი ფიქრობთ, ხო? მხოლოდ გარშემომყოფების, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას და თქვენი თავი, ასე ვთქვათ, დავიწყებული გაქვთ, თითქოს უკანა პლანზე გაქვთ და სწორედ თქვენი ქვეცნობიერი ამას მიგანიშნებთ, რომ ყველაფერი, ხო, რაც გულით გსიამოვნებთ თქვენზეც უნდა გააკეთოთ აქცენტი, არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი მე. სინამდვილეში რაც გიხარიათ, ხო, რაც თქვენთვის სიხარულის მომტანია, აი სილაღე, რაც თქვენში არის რეალურად, ეს ჩახშობილი გაქვთ, აი კონტროლი, ანუ ჩარჩოებში გაქვთ ერთი სიტყვით მოქცეული, აკონტროლებთ იმასაც მკაცრად და შეიძლება ფიქრობთ, რომ ჯერ რა დროს ჩემი სურვილებია, ხო? ანუ საკუთარი სურვილები გაქვთ დავიწყებული, ასე ვთქვათ, საკუთარი მე, საკუთარი თავი გაქვთ დავიწყებული და მხოლოდ აი გარშემომყოფებზე მზრუნავს და აი ესეთ ვალდებულებებში ხართ ყოველდღურად და სწორედ ამას განიშნებთ თქვენი ქვეცნობიერი, რომ
დროა საკუთარი თავი გაიხსენოთ, რეალურად თქვენ რა გინდათ, ხო? ნახოთ აბა შემდეგი პოზიცია. რა გრძნობა ან შიში ბუდობს თქვენს ქვეცნობიერში, ხო, რასაც არ აღიარებთ. რა გრძნობა, რა შიში ბუდობს თქვენს ქვეცნობიერში. ვნახოთ. ამობრუნებული ცხრიანი თასი. ამობრუნებულ არკანებს არ ვკითხულობ, რა კი ამოვიდა, ალბათ ასე იყო საჭირო, ხო, ჩემგარგება. იცით როგორი მომენტია აქ? სიღრმეში თითქოს გაქვთ განცდა, რომ აი თქვენი სურვილები მეორე ხარისხოვანია, რაც ვთქვით, რასაც გახსენებთ თქვენი ქვეცნობიერი, აი მის გაგრძელებაა თითქოს. მეორე ხარისხოვანია, ხო, რომ სხვების კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი და აი სწორედ რომ იკავებთ თქვენ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, ხო, თითქოს დავიწყებული გაქვთ საკუთარი რაღაც ოცნებები, ხო, რაზე ოცნებობდით თუნდაც ახალგაზრდობაში, ბავშვობაში, ხო, აი თქვენი სურვილები თითქოს დავიწყებული გაქვთ და ან ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ის მომენტიც, რომ აი თითქოს არ უტყდებით საკუთარ თავს იმაში, რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ, ხო? თქვენ უფრო მეტის ღირსი ხართ, უფრო მეტი გეკუთვნით, რომ იყოთ ბედნიერი, ჩემგარგებო. და აი სწორედ ამას ეს არის თქვენი შინაგანი ფიქრი, გრძნობა თუ შიში, რაც არის დაბლოკილი, ხო? რაც დაბლოკილია და არ გაძლევთ აი სწორედ საკუთარ თავში რომ ჩაღრმავდეთ, ხო? ანუ რეალურად თქვენ უფრო მეტი გეკუთვნით, უფრო მეტის ღირსი ხართ, მაგრამ ამას რატომღაც იგნორს უკეთებთ და არ აღიარებთ და არ აღიარებთ და არ გინდათ ამის დანახვა. ხო, შესაძლებელია რაღაც მომენტში შეიძლება კიდეც ხვდებით, მაგრამ რეალობაში იმდენი პასუხისმგებლობა გაქვთ და იმდენი რაღაც როგორ გითხრათ, არ ვიცი, ურთიერთობებში, სადაც ხართ, ხო, ვისთანაც ხართ, რომ გავიწყდებათ საკუთარი თავი, საკუთარი, ასე ვთქვათ, სურვილები და სწორედ აი მითითებაც ის არის, რომ საკუთარი მე არ დაივიწყოთ. ნახოთ, რისგან გთხოვთ თქვენი ქვეცნობიერი განთავისუფლებას, ხო, რისგან გთხოვთ გათავისუფლებას. ნახოთ, ხმლის რვიანი ჩემო ძვირფასებო. ნუ აი ზუსტად ისეთნაირად მიდის გაშლა, რომ თქვენი ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ ნუ ზღუდავთ საკუთარ თავს. შესაძლებელია, იცით, საკუთარ თავში რაღაც ეჭვი გეპარებათ, შიში გაქვთ, ხო? არ ვიცი, ეს შიში შეიძლება საკუთარი ფიქრებიდანაც მოდიოდეს, ხო? რაღაც ის შიში, რომ აი სწორედ ვაკეთებ თუ არა. შეცდომა არ დაუშვა, ან შესაძლებელია იყოს საზოგადოებრივი აზრის, ასე ვთქვათ, შიშიც, ხო? აი რა სიტყვიან ჩემს ან მოქმედებაზე, ან არ აქვს მნიშვნელობა, ხო? აი რაღაც საკუთარ თავს თქვენ უწესებთ ზღუდეებს, ხო? ზღუდეს ერთი სიტყვით და ზუსტად ამას გთხოვთ თქვენი ქვეცნობიერი, რომ ზედმეტად აკონტროლებთ. აი თქვენი სიგნიფიკატორიც ამოვიდა, ხო, იმპერატორია. ზედმეტად აკონტროლებთ საკუთარ თავს ზედმეტად უწესებთ რაღაც საკითხებში ზღვარს. ზღუდავთ ერთი სიტყვით საკუთარ სურვილებს, საკუთარ თავს ერთი სიტყვით და არ ვიცი, ეს გამოწვეულია შინაგანი შიშებით თუ საზოგადოების, ასე ვთქვათ, აზრებით გაბრკოლებთ, აი ვინ რას იტყვის, ხო? თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ ქვეცნობიერი გთხოვთ, რომ გათავისუფლდეთ აი ამ მარწუხებიდან, რომელიც რეალურად თქვენს ფიქრებში და თქვენს თავშია, ნეგატივისგან, კიდევ ნეგატიური ფიქრებისგან და მხოლოდ ანუ ნეგატიური აზრებისგან უნდა გათავისუფლდეთ ერთი სიტყვით და იმ მარწუხებისგან, რასაც თქვენი ფიქრებით თქვენ თვითონვე უწესებთ საკუთარ თავს, ჩემო ძვირფასებო. შემდეგი პოზიცია, რაც მიიღებთ მომავალში, ხო, როგორ განვითარდება პერსპექტივა თუ მოусვენთ თქვენს ქვეცნობიერს. სამართლიანობის არკანი. ჩემო ძვირფასებო, თუ დაიწყებთ და მოусვენთ თქვენს ქვეცნობიერს და ხშირად ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, სამართლიანობის არკანი პირველ რიგში გვეუბნება იმას, რომ თქვენ შინაგანად დაბალანსდებით, გაწონას სწორდებით, ხო? აღარ იქნება მხოლოდ აი გონებაზე ორიენტირებული, ანუ მხოლოდ გონებით აღარ იფიქრებთ, ხო? აქ იქნება ჩართული როგორც გონება, ისე გული, ემოცია, ხო? ანუ რომელიც ამ მომენტში შეიძლება დაბლოკილია, ხო? ანუ ეს ყველაფერი დაბალანსდება და მიიღებთ იმას, რომ ყველაფერში სიცხადეს შეიტანთ თქვენს ცხოვრებაშიც, სხვების, ანუ
როგორ გითხრათ, იცით, თვალები აგეხილებათ და უფრო მკაფიოდ დაინახავთ სინამდვილეში ვინ ხართ, რას მოითხოვთ ამ ცხოვრებისგან, ხო? და რეალურად სიმართლის აღქმა უფრო სხვანაირი, ანუ გაწონასწორებული იქნება, არ იქნება მხოლოდ გონება ჩართული, ხო, იქნება ემოციაც. ანუ როდესაც ორივე არის ბალანსში და გაწონასწორებული, უფრო ყველაფერი მარტივდება და ყველაფერი უფრო ცხადი ხდება, ჩემო ძვირფასებო. საკუთარ სიმართლესაც დაინახავთ უფრო ადვილად და სხვისასაც და უფრო რეალურად გახდება თქვენთვის ნათელი ამ ცხოვრებაში, აი რა გზით უნდა წახვიდეთ, როგორ სამყარო რას მოითხოვს თქვენგან, ხო, ყველაფერი დაბალანსდება და ზომიერებაში მოვა და ანუ წონასწორობაში მოვა ერთი სიტყვით. ნუ აი ეს იქნება საბოლოოდ სამართლიანად იქნება, ხო, ბევრ რამეზე აგეხილებათ თვალი და ბევრ რამეს ერთი სიტყვით გაიაზრებთ და გააცნობიერებთ, არა მხოლოდ გონებით, გულითაც, ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ქვეცნობიერს მოусმენთ ერთი სიტყვით. და ნახოთ შემდეგი პოზიცია, როგორ უნდა მოусმინოთ თქვენს ქვეცნობიერს, ხო, თქვენს ქვეცნობიერს რჩება, ანუ როგორ უნდა დაუკავშირდეთ და მოусმინოთ თქვენს ქვეცნობიერს. და ეს არის სამყაროს არკანი, ჩემო ძვირფასებო. ანუ ვიღაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა იქნება, იმიტომ რომ ნახეთ 6 კითხვა ქონდა და 6 არკანი ამოვიღეთ და ამ 6 არკანიდან 4 მაღალი არკანი ამოვიდა. ანუ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს გზავნილი და ეს მინიშნება, ჩემო ძვირფასებო. ქვეცნობიერი გირჩევთ, რომ სამყაროში ყველაფერი არის ცვალებადი, ყველაფერი იცვლება, ხო? და გეუბნებათ იმას, რომ დაასრულეთ ეტაპი, ძველი ეტაპი, რომ გადახვიდეთ ახალზე. ზოგჯერ არის, რომ გვიჭირს რაღაც ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპი დავხუროთ, ხო, ძველი, ანუ ჩაბღაუჭებული ვართ ძველზე, ხო, გვიჭირს რაღაცნაირად სიახლის მიღება, სიახლეში, ანუ რაც როგორ გითხრათ, იცით, რაღაც კომფორტის ზონიდან გვიჭირს გამოსვლა და გვეშინია ყოველთვის რაღაც სიახლეების, ხო? იმიტომ რომ უცნობია, არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება და რაღაცნაირად ვებღაუჭებით, აი იმ ძველ ურთიერთობა იქნება ეს თუ არ ვიცი, ცხოვრებისადმი მიდგომა თუ ნებისმიერი რამ ძველი ფორმით უნდა დასრულდეს და სამყაროს არკანი გეუბნებათ იმას, რომ დაასრულეთ ძველი ეტაპი, გადადით ახალზე. შენ მზად ხარ უკვე ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დახურავ იმას, რაც უკვე დასრულდა, რაც უკვე დრო მოჭმულია, რაც უკვე ძველია, დატოვე წარსულში და დაიწყე ახალი ფურცლიდან. სამყარო გეუბნება იმას, რომ ყველაფერი შენშია, ხო, შენში, ანუ დაცული ხარ ყველანაირად გიწყობს სამყარო ამაში ხელს, მთავარია შენ მიხვდე და გაიაზრო, გააცნობიერო ეს ყველაფერი, რომ გადახვიდე ყველაფერი, რაც არის მოძრავია, უცვლელად არაფერი არ ხდება, ანუ ერთ ადგილზე არაფერი არ ჩერდება. ყველაფერი არის დროებითი, თუ ამ მომენტისთვის რაღაც ცხოვრებისეულ სირთულეში ხართ, ხო, ან ფინანსურად, ან პარტნიორული თვალსაზრისით რაღაც კრიზისია თქვენს ცხოვრებაში, ნუ ხართ ჩაბღაუჭებული და ჩაციკლული მხოლოდ აი ნეგატივზე, ხო, ყველაფერი დატოვე, დახურე ის, შეიძლება თქვათ და იფიქროთ, რომ ადვილია სათქმელად, მაგრამ აი თუ ყოველდღიურად თქვენს თავს აიძულებთ, რომ იფიქროთ პოზიტიურზე, ხო, ნელ-ნელა უკვე დადებითისკენ იფიქროთ, უკვე გამოჩნდება ნელ-ნელა რაღაც გზები მოქმედების, ხო, აი დღეს რაღაც გაგიჩნდებათ იდეა, იმას გააკეთებთ, შემდეგ კიდევ და ეს ნელ-ნელა ნაბიჯ მიუახლოვდებით თქვენ სასურველ მიზანს და სასურველ აი ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარ აზროვნებაზე მუშაობით, ყოველდღიურად მიხვალთ იმ შედეგამდე, რომ იპოვით სიმშვიდეს და ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ჩაღრმავებით, ყოველთვის იპოვით რაღაც გამოსავალს. მთავარია არ ჩაიკეტოთ, ხო, მთავარია აი ესეთი ბლოკები არ დაუწესოთ საკუთარ თავს და რაც ნეგატიურია, მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, გაუშვით საერთოდ. თუ ვინმე სჯობს სიტყვაზე, იყოთ უმეგობროდ და ვიდრე ვიღაცის მუდმივად რაღაც ნეგატიურს ისმენდეთ, ხო, ნეგატიურ ანუ პროგრამულად განაახლეთ საკუთარი თავი, საკუთარი აზრები. მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი, მათ შორის ადამიანების, თქვენი ცხოვრებიდან გავუშვით ყველა, ვინც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს ერთი სიტყვით. დისტანცირდით, თუ შეიძლება ახლა იყოს მითხრათ, რომ აი ოჯახის წევრია და როგორ დისტანცირდით, თქვენი თავი, თქვენ რომ იქნებით ბედნიერი, თქვენ რომ შეიცვლით მიდგომას, ხო, საკუთარ თავთან და საკუთარ, როგორ გითხრათ, ფიქრებს მოაწესრიგებთ, ყველაფერი ნელ-ნელა
რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მაინც მოგვარებადია ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო. აი სამყაროს არკანიც ამას გეუბნებათ და თქვენი ქვეცნობიერიც ამას გეუბნებათ, რომ მიიღეთ ცვლილებები, დაუშვით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, დაასრულეთ ძველი ციკლი და ახალში წადით. აი ამას გეუბნებათ სამყაროს არკანიც. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ ჩემო ძვირფასებო, ვისთან როგორ რეზონირდა, არ დაგვალწყდეს რომ საჯარო გაშლა, ყველასთან ყველაფერი 100% არ იქნება რეზონირებაში. ამიტომ ვისაც მნიშვნელოვანი იქნება ეს გაშლა, ის მიიღებს და მოისმენს, ასე ვთქვათ, ვისთვისაც არ იყო საინტერესო, შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები, ჩემო ძვირფასებო, მადლობა და ნახვამდის.